მადლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ბიზნეს პარტნიორი იწყებს მუშაობას. ივნისში წლიური ინფლაცია დაჩქარდა, ის კვლავ მიზნობრივ დონეზე მაღალია და საქსტატის მონაცემებით 4% შეადგენს. საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტად ერთი წლის განმავლობაში ფასები 10%-ით მომატებულია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, 9%-ით გაძვირდა ჯანდაცვის სექტორის მომსახურება, 6%-იანი ზრდაა ჰორეკა სექტორში. ამავდროულად 13%-ით შემცირდა მომსახურება და სერვისი კავშირგაბმულობის, 5%-ით კი ტრანსპორტის სექტორში. 2025 წლის მაისში 1,9%-ით გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ყოველთვიურ ხელფასს იღებენ, თუმცა წლიური ზრდის ტემპი 2,8% პუნქტით შენელდა. PMC-ის კვლევის მიხედვით მაისში 2400 ლარის ან მეტი ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა, 600 ლარამდე მიმღებთა რაოდენობა კი შემცირებულია. წელს მარტიდან მაისის ჩათვლით 20,000-ზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში. მცირედით შემცირებულია უმუშევრობის დონე, რაც შრომის ბაზრის ეფექტიანობას ზრდის. $20,000-მდე ქართველი მეზღვაური მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ასეთია არსებული სტატისტიკა. 1 ივლისს მეზღვაურთა დღეს აზეიმოთ აღინიშნა მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობისა და შესაბამისი სამუშაო და სოციალური პირობების უზრუნველყოფის მიზნით ზუსტად 1 წლის წინ საქართველოს შეუერთდა საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციას, ძალაში შევიდა მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი. რა შეიცვალა კანონის მიღებიდან დღემდე და კონკრეტულად რა კეთდება მეზღვაურთა საჭიროებების გასაუმჯობესებლად, სტუმართან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ალექსი ახვლედიანთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო ალექსი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებლებს, დიდი მადლობა მოლოცვისათვის, დიდი მადლობა საზღვაო სფეროს საკითხებით დაინტერესებისთვის. ბატონო ალექსი, საუბარი დავიწყოთ, მოდით სწორედ 1 ივლისით, როდესაც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა და ამ ყველაფრის ნაწილი იყო საქართველოც, ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ პომპეზურად აღნიშნეთ ეს დღე, რას მოიცავდა ღონისძიება და ზოგადად რა მნიშვნელობის მატარებელია ამ დღის აღნიშვნა მეზღვაურებისთვის? თითოეული მეზღვაური გამორჩეულად ელოდება თავის პროფესიულ დღესასწაულს. 25 წლის მეზღვაურთა დღე იყო მართლაც გამორჩეული იმ კუთხით, რომ თუნდაც დამსწრეთა საზოგადოება, ეს არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მინდა მათ მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ყურადღებას უთმობს ჩვენი ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება საზღვაო სფეროს განვითარებას და თითოეული მეზღვაურის კეთილდღეობას და გარდა ამისა, ეს იყო მართლაც ისტორიული 1 ივლისი და საზეიმო ღონისძიება მეზღვაურის დღის აღნიშვნის, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ჩვენ სტუმრად გვყავდა მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბატონი არსენიო დომინგესი, რომელმაც სწორედ ბათუმიდან მიულოცა ქართველ მეზღვაურებს. მაყურებლებისთვის ადვილად გასაგები იყოს, ეს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არის ყველაზე მაღალი დონის ფიგურა საზღვაო სფეროში და მართლაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მისი ვიზიტი და თანაც აქედან მილოცვა იმაზე, რომ ქართველი მამაცი მეზღვაურები საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კი ბატონო ალექსი, 1 ივლისი ასევე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სწორედ 1 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი შევიდა ჩვენს ქვეყანაში ძალაში, რითაც საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციას შეუერთდა საქართველო. მოდით შევაფასოთ ერთწლიანი შედეგები, რამდენად არის გაუმჯობესებული მეზღვაურთა შრომითი უფლებები, როგორც ანაზღაურების ნაწილში, ასევე უსაფრთხოების ნაწილში, სამუშაო საათების და ასე შემდეგ, რაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. აქ ძირითადად უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო სამწუხაროდ, რომ მეზღვაურებს ხშირ შემთხვევაში უწევდათ გარკვეული თანხის გადახდა არაკეთილი სიდიდისეერი საქონლო კომპანიების მიმართ დასაქმებაში. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მძიმე იყო დამწყები მეზღვაურებისთვის.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერ იურიდიულ პირს შეეძლო გაეხსნა საკრუულო კომპანია და ფაქტიურად დასაქმების ბაზარი იყო უკონტროლო. ხოლო აღნიშნული ცვლილებით უკვე ნებისმიერი საკრუულო კომპანია ვალდებულია რომ რეგისტრაცია გაიაროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მოახდინოს მისი საქმიანობა შესაბამისი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით და მინდა გითხრათ რომ დღეს მდგომარეობით უკვე 28 საკრუულო კომპანიას აქვს ჩვენთან შესაბამისი პროცედურები. Am 28-დან 9 ახალი საკრუულო კომპანია, რამაც მე დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმამდე დაიყვანა ის რისკები, რომ მეზღვაურს შეიძლება ვინმე დასაქმებაში მოთხოვოს თანხა. ეს კაცრად კონტროლდება უკვე სააგენტოს მიერ, დადგენილია შესაბამისი სანქციებიც და შეიძლება დამამად ითქვას, რომ დღეს უმკაცრეს დონეზეა აყვანილი მეზღვაურთა დასაქმების, ხარისხიანი დასაქმების საკითხი, ასევე აღნიშნული რეგულაციით სააგენტო ავალდებულებს კომპანიას რომ სრულად გაუწიოს კონტროლი მეზღვაურის დასაქმებას, მისი უფლებების დაცვას გემზე და ზუსტად სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ ხდება მისი ანაზღაურება, უფლებების დაცვა, სადაც ის არ უნდა იყოს და მეტაქტიურობას და მეტდაცულობას გრძნობს თითოეული ქართველი მეზღვაურის სახელმწიფოს მხრიდან. საინტერესოა რომელი ქვეყნის გემებზე არიან ძირითადად დასაქმებული ქართველი მეზღვაურები, აღნიშნულმა კანონმა თუ შეუწყო ხელი ბაზრების დივერსიფიცირებას და ასევე შრომითი ხელშეკრულების პირობებში თუ შეინიშნება ასევე გაუმჯობესება ამ ერთწლიან ჭრილში. მინდა მოგახსენოთ, რომ ფაქტურად ყველა წამყვანი გემთმშობელისთვის საკმაოდ მიმზიდველია ქართველი მეზღვაურები, გამომდინარე მათი პროფესიონალიზმით, გამომდინარე მათი სიმამაცით და როგორც თვითონ აღნიშნავენ, გულიანი მიდგომით საქმის მიმართ, ჩვენ არაერთხელ გაგვიშუქებია და მიმდინარე წესაც რაღაც ერთი თვის წინ მივიღეთ მსგავსი მართლობის წერილი. ქართველი მეზღვაურების მამაცობასთან დაკავშირებით ყოველწლიურად შეიძლება ითქვას, რომ ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს არჩენენ თავისი სიცოცხლის და რისკის ფასად ქართველი მეზღვაურები, გარდა ამისა გამოირჩევიან როგორც ისტორიულად საკმაოდ მაღალ კვალიფიციური მეზღვაურებად, იცით რომ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ასევე განათლების რეფორმა, როგორც საზღვაო აკადემიაში, ისე კერძო საზღვაო სასწავლებლებში. მიმდინარეობს ასევე ტექნიკური ბაზის განახლება მუდმივ რეჟიმში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ აი ბოლოს 2 დღის წინ, როდესაც ბატონი არსენი ასკუმრობდა ჩვენ საზღვაო აკადემიას, ის მოხიბლული დარჩა ჩვენი სასწავლო ცენტრებით და იმ საგანმანათლებლო ბაზით, რომელიც გაგვაჩნია დღეის მდგომარეობით და სადაც გადიან არა მარტო სწავლებას, არამედ შემდგომ პერიოდში გადამზადებას ქართველი მეზღვაურები. აქვე მე დავამატებდი, რომ საკმაოდ წარმატებული პერიოდი იყო ეს საანგარიშო პერიოდი, 24-25 პერიოდი, თუ მაქვს უფლება მოგახსენებთ. უთხრით რომ ფაქტიურად 20-22%-იანი მატება გვაქვს ჩვენ ტვირთბრუნვაში, ისეთ მნიშვნელოვან ტვირთებზე, როგორც არის მშრალი ტვირთი, თხევადი ტვირთის გადაზიდვა, ტრანსპორტირება დაახლოებით 22%-მდე გაიზარდა საბორნე მიმოსვლა და იცით რომ აქტიურად მიმდინარეობს ფაქტურად ყოველდღიური საბორნე მიმოსვლა გვაქვს ჩვენ ევროპის სხვადასხვა პორტებთან. საერთო ჭრილში ვავიღოთ აღნიშნულ პერიოდში 684 გემით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით გემების მომხდარი გემების რაოდენობა. ბატონო ალექსი, ძალიან შთამბეჭდავია ის სტატისტიკა, რაზეც თქვენ საუბრობთ. მოდით ვისაუბროთ მიზეზებზე, განმაპირობებელ ფაქტორებზე, რამაც მიგიყვანათ ამ შედეგებამდე. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვის პრინციპი არის ალბათ ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ამ ყველაფრის, ხო? მივდივარ მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა რაოდენობის ზრდა გქონდა,
ჩვენ ფაქტობრივად უკვე მესამე წელია, რომ არც ერთი საზღვაო ინციდენტი არ მქონია. რაც პირდაპირ იმის მასზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზღვაო აკვატორია, ჩვენი პორტები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უსაფრთხო პორტებად. ჩვენ ყოველწლიურად გავდივართ პორტების უსაფრთხოების საერთაშორისო კონტროლს. სულ რამოდენიმე თვის წინ გავიარეთ და მივიღეთ საკმაოდ მაღალი შეფასება. ფაქტობრივად აღნიშნული ინსპექტირება დამთავრდა ყოველგვარი შენიშვნის და რეკომენდაციის გარეშე. ამას დაემატა ის ახალი სისტემები და ტექნოლოგიები, რომლებიც უკვე ჩაეშვა, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, მადლობა, ერთი ფანჯრის სისტემა, რაც დროშიც აჩქარებს აღნიშნული ტვირთბრუნვის გატარებას. გარდა ამისა არის საკმაოდ კომფორტული, როგორც კენჭმობელებისთვის, ასევე ტვირთის მიმღები პირებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პორტების გაციფროვნებასთან დაკავშირებით. ფაქტიურად პირველი ორი ფაზა უკვე ჩვენ დავასრულეთ და ვაგრძელებთ მუშაობას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პორტები არის როგორც უსაფრთხო, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პორტები. ბატონო ალექს, თქვენ აღნიშნეთ, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა ჩვენმა ქვეყანამ. მაყურებელს რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის, პერსპექტივის ნაწილში, ასევე კონკურენტუნარიანობის ზრდის ნაწილში და სწორედ ამ აუდიტის შედეგების შემდეგი წლისთვის რა შედეგებს ელოდებით თქვენ? დიახ, ჩვენ 5 წელიწადში ერთხელ გვიწევს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აუდიტი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ნებისმიერი საზღვაო ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აკონტროლებელი ორგანო და საკმაოდ წარმატებით გავიარეთ ჩვენ. აღნიშნეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი გემთმშობელისთვის, ნებისმიერი ინვესტორისთვის, ვინც ამ სფეროში მოიდომებს ინვესტიციის განხორციელებას, საქართველო ითვლება მაღალი დონის ქვეყანად და მინიმუმამდე დაყვანილი რისკების ქვეყანად. შესაბამისად, როგორც ტვირთბრუნვაში იქნება ეს შუადერეფანი თუ ევრაზიის კორიდორის მომსახურება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოზე ფსონის გაკეთება შეიძლება მინიმალური რისკებით. კი ბატონო და ჩვენი საუბრის მიწურულს კიდევ ერთ სიახლეზე მინდა ჩაგეკითხოთ. შიდა სახმელეთო წყლებში ტრანსპორტით გადაადგილების საკანონმდებლო რეგულაციაზე, რომელიც უკვე არის მიღებული და ოქტომბრიდან უნდა შევიდეს ძალაში, ერთგვარი გარდამავალი პერიოდი გაქვთ. საინტერესოა ერთის მხრივ სექტორი რამდენად ხვდება მზად ამ სიახლეს და ასევე თქვენ რამდენად ხართ მზად იმისათვის, რომ კანონის აღსრულების ნაწილში იყოთ მოწოდების სიმაღლეზე. დიახ, ჩვენ ფაქტობრივად საკმაოდ დიდი სამუშაო გავწყვეტ. ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ, იმიტომ რომ დღემდე უბრალოდ პირველი იანვრამდე არ არსებობდა არანაირი საკანონმდებლო ბაზა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტთან დაკავშირებით. სააგენტოს შესაბამისო დეპარტამენტმა მოახერხა ის, რომ სრული 100%-ით დაიფარა როგორც ყველა მდინარეზე, წყალსაცავებზე, ტბებზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების ინფორმირება ამის შესახებ, მოახდინეთ საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარება. გარდა ამისა, გაიხსნა ორი ოფისი, დასავლეთში ბათუმში, ასევე თბილისში, მომზადდა სპეციალური გადამზადების კურსები, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ დღემდე არანაირი რეგულაცია არ არსებობდა, რომ იგივე ვთქვათ, კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის იცით, რომ ქალაქ თბილისში, გვარზე არსებული საშუალებებზე და ჩვენს მოქალაქეებს, როგორც თბილისში, ასე ბათუმში შეეძლებათ შესაბამისი მართვის მოწმობის აღება, შეეძლებათ მათი ცურავის საშუალებების რეგისტრირება მინიმალურ ფასებში, შევეცადეთ, რომ ეს ბიზნესისთვის ყოფილიყო მინიმალურად მტკივნეული თემა და მინიმალური დანახარჯებით. და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ასევე პარალელურად მიმდინარეობს შესაბამისი მდინარეების და წყალსაცავების მოწყობა
ნიშნულების დატანა მე ვფიქრობ რომ წლის ბოლოს უკვე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა განსაკუთრებით თბილისის მოსახლეობა უკვე ნახავს საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ იგივე მდინარე მტკვარის აკვატორიას სადაც რეგულაცია დარეგულირებული იქნება შესაბამისი ნიშნებით უკვე მოძრაობაც, წყლის სიღრმეც, იგივე ნავმისადგომების ადგილები და ასე შემდეგ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებას ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საქმეში ჩვენი ქვეყნისთვის. მაყურებელს შევახსენოთ, ჩვენი სტუმარი იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში წლის პირველ ნახევარში მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით 602 განაცხადი შევიდა, ზარების რაოდენობამ კი 2000 გადააჭარბა. მთლიანობაში განცხადებების რაოდენობა წლიურად 48%-ით არის გაზრდილი. მომხმარებლის განცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, 30% კი ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 80%-ით თბილისი ლიდერობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 67 დარღვევის ფაქტი დადასტურდა დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს ჯამში 29000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. ამავდროულად მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 83 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა საქმიანობის შიდა პოლიტიკა უნდა შეცვალონ და მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ. ავტომობილების სრულიად ახალი კლასი, განახლებული ტექნოლოგიები, დიზაინი და თვით გამოხატვის ინოვაციური შესაძლებლობები. Rolls-Royce-ის ორი ახალი მოდელის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. სპექტრი და Ghost სერია 2 ოფიციალურად პირველად არის წარმოდგენილი საქართველოში. სპექტრი გამორჩეულია თავისი დიზაინით, რომელიც ინოვაციურ პრაქტიკას ეფუძნება და ის პირველი ელექტრონული Rolls-Royce-ია. რაც შეეხება Ghost სერია 2-ს, მას 3 ინდივიდუალური ხასიათი გამოარჩევს, რომელიც განსხვავებული ცხოვრების სტილისთვისაა შესაფერისი. ღონისძიების ორგანიზატორი Rolls-Royce Motor Cars Baku იყო, რომელიც Rolls-Royce-ის ექსკლუზიური დილერია ამიერკავკასიაში. ავტომობილები მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსი განისაზღვრა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც სტატუსის მქონე კომპანიებისთვის კონკრეტულ შეღავათებს გულისხმობს. როდიდან შეძლებენ კომპანიების სტატუსის მიღებას და რას ითვალისწინებს ახალი კანონი, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქრისტინე, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. ინოვაციების შესახებ ახალი კანონით შემოდის ინოვაციური სტარტაპის ცნება, რომლის მიმართაც მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები იმოქმედებს. ინოვაციური სტატუსის მინიჭებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება, მეოთხე წლიდან საშემოსავლო გადასახადი 5, ხოლო მე-7 წლიდან 10% იქნება განსაზღვრული. გარდა საშემოსავლო გადასახადისა, ინოვაციური სტარტაპი მოგების გადასახადის ნაწილშიც შეღავათებით ისარგებლებს. ინოვაციების შესახებ ახალი კანონი პარლამენტმა გასული თვის ბოლოს მიიღო, თუმცა იმისთვის, რომ სტარტაპმა სტატუსის მიღება შეძლოს, საჭიროა კანონქვემდებარე აქტების განსაზღვრაც, რისთვისაც 90 დღიანი ვადაა მინიჭებული. შესაბამისად ამ სტატუსის მიღებისთვის განცხადების შეტანას და შემდგომ უკვე კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა სტარტაპები 3 თვეში შეძლებენ. ინიციატორი ამ კანონპროექტის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა, სადაც აღნიშნავენ, რომ ცვლილებების შედეგად სტარტაპ ეკოსისტემაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა გაადვილდება. სტარტაპი არ არის მარტივი სფერო და შესაბამისად საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ხელფასები არის სტარტაპში და საკმაოდ დიდ დაანზოგებს გაკეთებინებს კომპანიებს. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ამ ყველაფრის მოდის იქ, რომ უცხოური სტარტაპები, რომლებიც ეძებენ საკმაოდ საინტერესო ნიადაგს ფინანსურს თავის სტარტაპის გასაფართოებლად, ეს მათთვის იქნება მიმზიდველი, რადგან დიდი ალბათობით უფრო მეტი უცხოური კომპანია შემოვა ამ შეღავათის ხარჯზე ჩვენ ქვეყანაში, რაც ერთის მხრივ საკმაოდ საინტერესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს კომპანიებს შორის, უცხოურ და ქართულ და შესაბამისად თუ მეტი უცხოური კომპანია შემოვა, შესაბამისად რაც თავარი მოთამაშე არის
ამ სფეროში ინვესტორების მხრიდანაც გამოჩნდება უკვე უფრო მეტი ინტერესი და შესაბამისად ეს კანონი ბევრი სხვა კუთხით იქნება მნიშვნელოვანი. ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით გახდნენ გლობალურად წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ესეც გარკვეული მიზიდულობის ცენტრს ქმნის, რომ მათ შორის რეგიონალური სტარტაპები საქართველოში გადმოვიდნენ და რაც ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მიმზიდვას გახდის ვენჩურული საინვესტიციო ფონდებისთვის, ანგელოზი ინვესტორებისთვის და ბევრი ინვესტიციებით ასე ვთქვათ მიზიდულობა მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. სტარტაპერებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება, რაც შეეხება ზოგადად სტარტაპ ეკოსისტემას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით უწყებამ 250-ზე მეტი სტარტაპი დააფინანსა, რისთვისაც ჯამში 250 მილიონი ლარი დაიხარჯა. შედეგად ეკონომიკური ეფექტი 9 მილიარდ ლარს აღემატება. ცოტა ხნის წინ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში განაცხადების მიღებაც დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესული განაცხადების განხილვა და 2025 წლის ივლისის ბოლოს კონკურსის შედეგად 4 გამარჯვებული აქსელერატორი გამოვლინდება. შერჩეული აქსელერატორები კი მიიღებენ გრანტს და დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში. ჩვენ ვაგრძელებთ დაფინანსების პროგრამებს, გარდა ამისა, დაფინანსების პროგრამის მთლიანად სახეცვლილებას ვაკეთებთ. იქიდან გამომდინარე, რომ სექტემბრიდან 4 საერთაშორისო აქსელერატორი იქნება ქვეყანაში და ამ აქსელერაციის ფარგლებში, აქსელერაციის გავლასთან ერთად თალმდევი იქნება დაფინანსება, რაც თითო სტარტაპთან 150,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გავზრდით ჩვენ და შესაბამისად ეს კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს იმას, რომ ქართულმა სტარტაპებმა ძალიან სწრაფად შეძლოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც მნიშვნელოვანია, რომ ან ხდებიან გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები, ან ფეილდებიან. ანუ ეს არის სტარტაპების მთავარი, ასე ვთქვათ, გზა და შესაბამისად ჩვენ გვინდა, რომ ყველა ის ნაბიჯების სწრაფად გადადგან, რაც უზრუნველყოფს, რომ ჩვენს ეკონომიკაში დიდი ინვესტიციები შემოვიდეს. სტარტაპში ძირითადი გამოწვევა ყოველთვის იყო დარჩება ფინანსების ნაწილი. თუ ზოგადად ქვეყნის ნაწილში განვიხილავთ, საკმაოდ პატარა ბაზარი ვარ სტარტაპისთვის, რადგან თვითონ მასშტაბირებადი სტარტაპი უნდა იყოს გლობალური, თუმცა კარგი ნიადაგია იმისათვის, რომ საქართველოში დაიწყოს სტარტაპი და შემდგომ ქვეყნის გარეთ განვითარდეს და უცხოური ინვესტიციები და შემოსავალი მოიძიოს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ასევე სტარტაპის მიმართულებით რაც არის ის, რომ ამ სფეროში ძირითადი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე არის ეს გეწოდებული unicorn-ი, რომელიც არის ორგანიზაცია, რომელმაც მიიღწია მილიარდ დოლარის განფასებამდე და შესაბამისად სტარტაპ ეკოსისტემაში მოღვაწე ქვეყნებს ხავთ რამოდენიმე ესეთი unicorn-ი, ჩვენთან მოლოდინში ვართ, რომ ესეთი ტიპის მოთამაშე დაგვემატოს. ამ ეტაპზე საქართველოში ერთი აქსელერატორია შემოსული 500 Global, რომელიც გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, საქართველოში ჯერ კიდევ 2020 წელს შემოვიდა. ქრისტი, მადლობა სტარტაპ ეკოსისტემის სიახლეებზე ჩვენს ქვეყანაში. ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა. როდესაც ცვლილებისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გაჩნდა კიბერუსაფრთხოების მიმართ ინტერესი და რატომ არასდროსაა გვიანი ახალი კარიერული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენი სიუჟეტის გმირი თავად მოგვიყვება ამის შესახებ ყოველკვირეულ რუბრიკაში ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება. მაყოფილება რომ ავიჩიე კიბერუსაფრთხოება, იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელი ტენდენციები რაც არსებობს, ის გამოწვევები უფრო მეტად განვითარდი ამ მიმართულებით და უფრო მეტად დავიცავი თუნდაც ჩემი თავი. მე ვარ ნაზი ფოლადაშვილი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ტექნოლოგიური სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. ადმინისტრაციული კუთხითაც ვიმუშავე ცხადია, ამ სპეციალობით წლების განმავლობაში. მუშაობ კიდეც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მაგრამ შემდგომ უკვე იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მთელი მსოფლიო მასშტაბით 21 საუკუნეში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად დგას კიბერუსაფრთხოება, 40+100-ში დავინტერესდი ამ სფეროთი და დავიწყე ამ სფეროს შესწავლა.
ეს კურსი გავიარეს ქილოში, იქიდან გამომდინარე, რომ მანამდეც ქონდა backend პროგრამირების მიმართულებით კონკრეტულად Python-ის კურსი გავიდა, ის მეთოდოლოგია და ის სწავლების პროცესი, რაც ქილის აქვს, ჩემთვის მისაღები იყო, საინტერესო იყო. შევისწავლე საკმაოდ მრავალი მომცველი საკითხები, რაც კიბერუსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა მანამდე საფუძველი პიროვნება საოცრებად უნდა კონდეს, იგივე პროგრამირების მიმართულებით, ქსელური უსაფრთხოების მიმართულებით, იქნება ეს პერსონალური მონაცემების დაცვა, GDPR-ის რეგულაციები თუ ასე შემდეგ. ლექციები საკმაოდ საინტერესო იყო, მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც ცხადია. რაც შევისწავლე, ეს იყო თქვათ იგივე Linux-ან ურთიერთობა, თქვათ როგორ თქვათ მოახდინოთ cross-site scripting-ი, SQL ინიექცია, თქვათ web აპლიკაციების მოწყვლადობები და ასე შემდეგ. პრაქტიკულ ნაწილს რაც შეეხება ტესტირების ეტაპს მოიცავდა ეს ყველაფერი. გარკვეულ სისტემებზე ვახსენდით შეღწევას, გატეხვა ასე ვთქვათ, რაღაც საიტების მონაცემთა წამოღება გარკვეული საიტებიდან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შევისწავლეთ იგიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სისტემების, რაც კომპანიას გააჩნია, კერძო იქნება თუ საჯარო სექტორი იქნება, დაცული იყო შეტევებისგან და ჰაკერმა ვერ მიიღოს ფორმა ჩვენს პერსონალურ ინფორმაციაზე. თავიდან რა თქმა უნდა იყო რაღაც ბარიერები, ცოტა შემეშინდასავით იქიდან გამომდინარე, რომ არ ვეტყველოდი ამ სფეროში, მაგრამ мотивация და მიზანი, სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერმა გადაძლია აბსოლუტურად და დღესდღეობით კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილების მიღების ასე ვთქვათ. სწავლა არის უწყვეტი პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ ელასაკში იქნება პიროვნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ დროს შეუძლია კიბერუსაფრთხოების შესწავლა იქნება თუ სხვა სფერო იქნება, თავარია მას ჰქონდეს მოტივი, მიზანი და ბიზნეს მიღწევა ყოველთვის შესაძლებელი არის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფუძველი უკვე გამაჩნია, კვლავ განვაგრძობ სწავლას კიბერუსაფრთხოების სფეროში და გეგმა უმალოში რომ ავიღო იგივე საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიც თქვათ არის OSCP და ასე შემდეგ. და სულსომ დავკავდე ამ საქმიანობით მომავალში. ალოობა აქტიურ ფაზაშია ქართული ხორბლის მოსავლის მიღების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხორბლის ფასისა და მისი ჩაბარების დეტალებზე იყო საუბარი. კონკრეტულად რა მოთხოვნა აქვთ წისქვილ კომბინატებს, როგორია ქართული ხორბლის ფასი და ხარისხი, სტუმართან ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ლევან სილაგავასთან გავაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით ათეა, მივესალმებით თქვენს ტელემაღურებლებს, მადლობა თემით დაინტერესებისათვის. ალოობა აქტიურ ფაზაშია, როგორც აღნიშნეთ, ასევე შტაბი მუშაობს ძალიან აქტიურად. თქვენი განცხადება გახდა გუშინ ჩვენთვის ცნობილი. მოდით შევაჯამოთ ამ დროისთვის არსებული ვითარება, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რა გამოწვევებია სახეზე და რა კეთდება იმისათვის, რომ ეს გამოწვევები იქნას აღმოფხვრული, იმისათვის, რომ სეზონი იყოს წარმატებული. კი ბატონო, ეხა შტაბის შექმნისთან დაკავშირებით მეორეჯერ არის, ანუ წინა წელს იყო შექმნილი შტაბი, რამაც საკმაოდ კარგად იმუშავა და შესაბამისად ეხლაც შექმნილი ეგ შტაბი. რეალურად შტაბი შექმნილია იმისათვის, რომ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს პერიოდულად, თვითონ ხორბლის მოსავლის აღების დროს, იქ იქნას განხილული და შესაბამისად გადაწყვეტილი. დღესდღეობით არის პირველი სტადია ხორბლის აღების, ანუ ალაზნის ველზე იყო ხორბლის აღების პირველი სტადია. სამწუხაროდ ეხლაც მიდის, მაგრამ სამწუხაროდ ამინდებმა წვიმებმა ხელი შეუშალა აღებას. რეალურად ამიტომ ცოტა ტემპი არის დაბალი დღესდღეობით და ნუ თავისთავად ცხადია ამ წვიმებმა გააკეთა ის, რომ ხორბლის გარკვეული ნაწილი საასურსათოდან გადავიდა არასასურსათოში, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ ეს ხორბალი არის არა წისქვილ კომბინატების, არამედ უფრო სხვა დარგების და შესაბამისად წისქვილ კომბინატებმა განცხადება გააკეთეს ისევე როგორც ჩარშან იმ მონაცემების შესახებ, რითაც იბარებენ ისინი სასურსათო ხორბალს. შესაბამისად ხარისხობრივ მონაცემებზეა. დიახ, ხარისხობრივ მონაცემებზე ლაპარაკი. შესაბამისად როგორც ყოველთვის არის ლაპარაკი ხარისხზე და არის ლაპარაკი შესაბამის ფასზე. ფასი ფორმირდება იმპორტირებული ხორბლის ფასის შესაბამისად ქართული ანალოგიური ხარისხის ფასთან ხორბალთან მიმართებაში. კი ბატონო, რა მოცულობის ხორბლის მოსავლის მოლოდინი გაქვთ ადგილობრივად რომ გითხრათ და ასევე ხარისხი და ფასი, ეს ორი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგებია რომ ფორმირდება საერთაშორისო გლობალური პროცესების გათვალისწინებით. პროგნოზი თუ გაქვთ ფასთან მიმართებით ადგილობრივად? კი ბატონო,
ანუ რეალურად მოსავლის რაოდენობას თუ ავიღებთ, საპროგნოზო მაჩვენებელი გამოცხადებულია დაახლოებით 200,000 ტონა. ეს ის რაოდენობა დაახლოებით, რომელიც ჩარჩანაც იყო. აქ თავარი გამოწვევა არის, რომ რამდენი იქნება სასურსათო და რამდენი იქნება არასასურსათო. რეალურად ფასთან დაკავშირებით თუ ავიღებთ, ეს ფორმირდება, გითხარით, რომ იმპორტირებულთან შესაბამისობაში, დღესდღეობით იმპორტირებული ხორბლის ფასი საქართველოში წისქვილ კომბინატის მიტანამდე, მიტანის პირობებით მაგალითისათვის თბილისში არის დაახლოებით 70-65 თეთრის ფარგლებში, ანალოგიური სასურსათო ხორბლის ქართულის ჩაბარების ფასის დაახლოებით ეს არის. თუმცა ტრენდის რო თუ შევხედავთ სოფლიო ბაზრებზე, ზოგადად ამ პერიოდში მოსავლის აღება დაიწყო იგივე აქტიურ ფაზაში რუსეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში რეგიონალურად და შესაბამისად ტრადიციულად ამ დროს ხდება ფასებზე ზეწოლა, იმიტომ რომ მიწოდება მეტი არის, შესაბამისად სანამ დაბინავდება აქ არის ფასებზე ზეწოლა და აქედან გამომდინარე ტრენდი არის დაღმავალი, ანუ ფასები ჯერჯერობით ძირს მოდის. შესაბამისად ეს სიტუაცია გვაქვს დღეს თვითონ სოფლიოს და ადგილობრივ ბაზარზე. კი ბატონო, საერთაშორისო ბაზრებზე თუ როგორი მოსავლის მოლოდინია, ისიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მარცვლეულის საერთაშორისო საბჭომ გაზარდა პროგნოზები. როგორ აისახება ეს ტენდენციები ადგილობრივად საქართველოზე, რადგან თვითუზრუნველყოფით მხოლოდ 22% გვაქვს ჩვენ ვიცით და ძირითადად დამოკიდებული ვართ შემოტანილ პროდუქციაზე. დიახ, როდესაც თვითონ ხორბლის მოსავლის პროგნოზი არის მაღალი, თავისთავად ცხადია, მიწოდება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ხორბალს წიდის, თავისთავად არის აქტიური და ამ შემთხვევაში ჩვენ და სოფლიოსაც სანერვებლო აქ არ არის, არაფერი არ არის, მაგრამ ის თქვენ რაც ბრძანეთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 22%, ეს ყოველთვის საყურადღებოა იმ სიტუაციაში, არა მარტო წელს, არამედ ზოგადად, იმასთან დაკავშირებით, რომ სასურსათო უსაფრთხოება არის ქვაკუთხედი იმისი, რომ ფაქტიურად ვიგრძნოთ თავი ისე, რომ გამოწვევების პერიოდში პრობლემები არ შეგვექნათ. აქედან გამომდინარე, 22% არის დღევანდელი სიტუაცია, ამას ველოდებით დაახლოებით წელს. სამომავლო პროგნოზი სამიზნე არის 40%, რასაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად მუშაობენ, მაგრამ ეს ახლა მისაღწევია დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში სტრატეგიის მიხედვით. კი ბატონო, თუ რა კეთდება იმისათვის, რომ 40%-იან ნიშნულს მიუახლოვდეთ, აუცილებლად ამას დეტალურად რამდენიმე წუთში ვისაუბროთ. მარაგებზე მინდა გკითხოთ, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, თქვენგან გვსმენია ეს არაერთხელ. მარაგების ნაწილში როგორია ვითარება ადგილობრივად რომ გვითხრათ და ასევე ბაზრების დივერსიფიკაცია რამდენად არის შესაძლებელი იმ ფონზე, როდესაც გლობალურ ბაზრებზე სიტუაცია არის სტაბილური. კი ბატონო, მარაგების თემასთან დაკავშირებით, მარაგების თემას უზრუნველყოფს საქართველოში წისქვილ კომბინატების მუშაობა. იქედან გამომდინარე, რომ ისინი ქმნიან მარაგებს არა მარტო ქართული ხორბლის შესყიდვით, არამედ იმპორტირებულის, იმიტომ რომ ქართული ხორბალი არ ყოფნის ამ მარაგებს და რეალურად თავისი ბიზნეს პროცესიდან გამომდინარე აქვს თბათ მარაგები, იმიტომ რომ ჯაჭვი მიმდინარეობს ასე, თვითონ ადგილზე ხორბალი, რომელიც იფქვება, მათ შორის იმპორტირებული და ქართული, შესაბამისად შემდგომი არის, ვთქვათ, გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტი იდება. და მარაგების თემა პარალელურია პრინციპში უსაფრთხოებასთან მიბული და დივერსიფიცირებასთან მიბული, იმიტომ რომ ფაქტიურად მარაგების თემა უფრო მეტი ალბათობით წყვიტავს თვითონ დივერსიფიცირების საკითხს და უსაფრთხოების საკითხს, ვიდრე რაღაცნაირად ხელოვნურად დივერსიფიცირება, იმიტომ რომ რეალურად იმპორტის დროს ყიდულობთ იქ, სადაც იაფია და სადაც ლოჯისტიკა საშუალებას გვაძლევს, გვინდა თუ არ გვინდა ეს დღეს არის რუსეთი, მაგრამ მარაგის თემა როცა გადაწყვეტილია, მაშინ იმ შემთხვევაში თუ პრობლემა იქნება მოწოდების მხრივ და მესამე კომპონენტი, ანუ კონტრაქტის დადება ვერ ხერხდება, გვაქვს დრო მარაგებისგან გამომდინარე, რომ გადავიდეთ სხვა ბაზრებზე და დივერსიფიცირება გავაკეთოთ. რომლები განიხილება? განიხილება ყაზახეთი, რო ტრადიციულად განიხილება უკრაინის ბაზარი და განიხილება ევროკავშირის ბაზარი. თუმცა ლოჯისტიკა აქ უფრო, თქვათ, გრძელია, ანუ ფასიც უფრო მაღალია და შესაბამისად, დღესდღეობით მოდის ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ყაზახეთი შემოვიდა იქედან გამომდინარე, რომ წელს ყაზახეთში იყო ძალიან დიდი მოსავალი და ყაზახეთის მთავრობამ დაასუბსიდირებდა სატრანსპორტო მდგენელი, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისათვის და შესაბამისად ზუსტად ამან გამოიწვია სატრანსპორტო მდგენელის შემცირების ხარჯზე, ის რომ შემოვიდა მათ შორის საქართველოში ყაზახური ხორბალი. ბატონო ლევან, მინდა მივუბრუნდეთ საქართველოში არსებული წისქვილების ტექნოლოგიურ აღჭურვას. ეს რამდენად არის გამოწვევა, ტევადობა რამდენად არის მათი
საკმარისი და ამ ნაწილში როგორია თქვა სახელმწიფოს პოლიტიკა? აღჭურვა საკმაოდ მაღალია. მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე წისქვილ კომბინატი ჩვენი აღჭურვილია ბიულერის ტიპის თქვა წისქვილებია ეს, შედარებისთვის რა ვიცი, ძალიან მაყურებლის ხატოვნად რო უთხრა დაახლოებით Mercedes-ის ტიპი მანქანაში რო ავიღოთ და შესაბამისად, თურქული ტექნოლოგიით აგრეთვე არის აღჭურვილი. საკმაოდ მაღალი აღჭურვა, თვითონ მარაგების ხრივ თუ ავიღებთ, სამჯერ მეტი ვთქვათ მარაგების ტევადობა აქვთ, ვიდრე თვითონ ჭირდებათ და შესაბამისად ეს საშუალებას გვაძლევს, მათ შორის ქართულ ხორბალთან მიმართებაში წელს პირველად იყო შეთავაზება წისქვილ კომბინატების მიერ ფერმერებისადმი. 3 წისქვილ კომბინატია ჯეომილი, მარნეულის წისქვილ კომბინატი და დედოფლის წყარო, რომელსაც საშუალება აქვთ, რომ ფერმერებისაგან აიონ ხორბალის შესანახად, არა ჩასაბარებლად და საყიდლად, არამედ მათ შორის შესანახად, თუ ფერმერის სურვილია და შესაბამისად შეუნახოთ მათ და იმ პერიოდში, როდესაც მისთვის სასურველი იქნება, იმიტომ რომ გითხარით, რომ დღეს ფასებზე ზეწოლა ხდება და ფასი ძირს მოდის, ზოგი ფერმერი კონკურენტული ფასი სანამ დადგება ბაზარზე, მანამდე რომ შეუნახოთ. ხო, ეს მომსახურება რამდენად არის ხელმისაწვდომი? ხელმისაწვდომია 3 წისქვილ კომბინატში გითხარით და დაახლოებით შენახვის ფასი არის $1-დან $1.50-მდე, ანუ 3-დან 5 ლარამდე ლარებში თუ გადავიყვანთ, ეს არის 1 ტონის შენახვის ფასი 1 თვის განმავლობაში, რაც არ არის მაღალი და შესაბამისად ფერმერს შეუძლია, რომ იმ პერიოდში, როდესაც გაძვირდება, თქვათ, ტრადიციულად ეს ოქტომბერ-ნოემბერში ხდება, გაყიდოს თავისი ხორბალი, ან იმავე წისქვილში, სადაც დაბინავებულია, ან სხვა წისქვილში წაიღოს და ჩააბაროს. ეს საკმაოდ კარგი ფორმაა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს პრაქტიკა პირველი წელია, რაც ჩვენთან დაინერგა. დაინტერესება თუ დაფიქსირდა, ანუ რამდენად არის ქართველი ფერმერების კულტურაში ეს მომსახურება? თუ ავიღებთ იმას, რომ ჯერ მხოლოდ პირველი სტადია თვითონ ხორბლის აღების და დაწყებულია ეხლა და ამინდებმაც ხელი შეუშალა, ჯერჯერობით ამისი უბრალოდ გაჟღერება მოხდა და შესაბამისად ეს აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოში და ვფიქრობთ, რომ შარშანი იყო რაღაც პირველი ელემენტები ამისი, მაგალითად ჯეომილში რამდენიმე ფერმერმა შეინახა, თუმცა ასე მასობრივად და აქტიურად და ოფიციალურად ეს ჩვენ არ გაგვიცხადებია წელს პირველად და ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს. კი ბატონო და მივუბრუნდეთ ახლა იმ საკითხს, რომელზეც დავუპირდით მაყურებელს, რომ მივაწვდით ინფორმაციას, თვითუზრუნველყოფის 22%-დან 40%-მდე გაზრდა, სამის დემაჩვენებელი გაქვთ 40%. დროის რა მონაკვეთში არის თქვენი მიზანი, რომ დაფიქსირდეს 40%, რო გითხრათ და რა კეთდება ამისათვის, როგორც კერძო სექტორის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს? ზოგადად ეს არის გამოცხადებული სახელმწიფოს პრიორიტეტი, სტრატეგიულად გათვლილი და რეალურად ამას ჭირდება რამოდენიმე წელიწადი. სავარაუდოდ 3-4 წლის ფარგლებში ეს გაწერილი. ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, არის და ის როგორ უნდა მივახციოთ, ეს მსოფლიო პრაქტიკაა. თუ ჩვენ ავიღებთ დღევანდელ სიტუაციას, 50,000 ჰექტარი არის ხორბალზე გამოყოფილი, რაც ხორბალი ითესება და შესაბამისად აქ თვითონ მოდის 1 ჰექტარზე 2,3 ტონა სტატისტიკის სამსახურის მიხედვით. საშუალო ევროპული ეს არის დაახლოებით 4-5 ტონა და თუ ჩვენ მივაღწევს საშუალო ევროპულ მოსავლის რაოდენობას, ანუ 5 ტონამდე ავად 2,3-დან ფაქტიურად ვაორმაგებთ, მაგრამ ეხლა ეს ფურცელზე ძალიან ადვილია, მაგრამ რეალურად ამას ჭირდება პირველი ალბათ კოოპერირება, იმიტომ რომ ძალიან მცირე მიწები გვაქვს და ალბათ დიდი მიწების გაერთიანების შედეგად მასშტაბურობის ეფექტი უფრო ძლიერია. აგროცოდნა, აგროტექნოლოგიები, ფინანსებზე ხელმისაწვდომა თავისთავად ცხადია და ძალიან მნიშვნელოვანია აგროდაზღვევა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერმა იცოდეს, რომ გარკვეულწილად თუ რაიმე პრობლემა შეექმნება, დაზღვევა მას თქვათ ზურგს გაუმაგრებს. აი ეს კომპონენტებია ძირითადი, რაც უნდა გაკეთდეს და ამაზე მუშაობა მიდის და ერთ-ერთ დარაიონება, კიდე თესლის დარაიონება, რომელ რაიონში, რომელი თესლიდან აღმოცენება უფრო ძლიერად ხდება და უფრო მეტი ხორბლის მოსავლის მიღება შეიძლება. ეს მეცნიერული მიმართულებაა და ყველა ამ კომპონენტების გათვალისწინებით შეიძლება ამის მიღწევა. დიახ, ანუ სახელმწიფო სტრატეგიას ემთხვევა ასოციაციის ხედვაც. თქვენ დამატებით რა საჭიროებებს ხედავთ იმისათვის, რომ თუნდაც ფერმერების ინტერესი იყოს უფრო აქტიური ამ მიმართულებით, რადგან ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა. კი, ფერმერების ინტერესის აქტიურობა არის უფრო ის, რომ გრძელვადიანი ხედვა იყოს. ეხლა რას გულისხმობ? ნახეთ, თქვენ იცით თათია, რომ გამოწვევა იყო დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც რუსეთმა შემოიღო მცურავი ბაჟი ხორბლის გამოტანაზე და დაახლოებით წელიწად ნახევარში საქართველოს შემოიღო სარგისებური გადასახადი.
გადასახადი, რაც დღესაც მოქმედებს და დაასტაბილურა სიტუაცია, მაგრამ იმ პერიოდისათვის გარკვეულწილად დაფიქსირდა ის, რომ ფერმერებს ჰქონდათ ის, რომ არ იცოდნენ რა გაეკეთებიათ, იმიტომ რომ წისქვილ კომბინატები გაჩერების პირას იყოს იმ პერიოდში და თვითონ ფერმერებს არ ჰქონდათ საშუალება თავიანთი მოსავალი ჩაებარებიათ. აქედან გამომდინარე ის, რომ мотиваცია ჰქონდეს ფერმერებს, ამისათვის საჭიროა გრძელვადიანი შევხედოთ ამას ყველაფერს. წისქვილება იმუშაოს სტაბილურად, მაშინ ფერმერების დაინტერესება გრძელვადიანად იქნება და შესაბამისად სისტემურად გადაწყდება ეს საკითხი და მათ შორის პურის საკითხი, იმიტომ რომ პურთან მიმართებაში მიდის ეს ყველაფერი. კი ბატონო და ტრადიციულად ვკითხულობთ ხოლმე ყოველთვის საუბრის მიწურულს, რაც მოსახლეობას ძალიან აინტერესებს, სოციალური პურის ფასი წელს განიცდის თუ არა ცვლილებას, რომ და დაგვაიმედოთ. არა, თათი არ განიცდის, იმიტომ რომ გითხარით რომ ხორბლის, ყოველ შემთხვევაში უახლოესი თვეების განმავლობაში გითხარით რომ ხორბლის დიდი მოსავალია თქვენს აღნიშნეთ სოფლიოში, ჩვენთანაც სტაბილური ფასებია, ვფიქრობ რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ფქვილის ფასის უკუსვლა, ანუ დღეს 57 ლარია ერთი ტომარა ფქვილის ფასი, სავარაუდოდ შესაძლებელია ეს ჩამოვიდეს უახლოეს პერიოდში 53 ლარზე, თუ რაიმე კატაკლიზმები სერიოზული არ მოხდა მსოფლიო ბაზარზე. ვფიქრობ ამის იმედი უნდა ვიქონიოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხს და საზოგადოებისთვის, ამომწურავი პასუხებისთვის, დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა წარმატებული ალოობა ჩვენს ქვეყანას. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა. ბიზნეს პარტნიორი კი ამ დროისთვის დასრულებულია. დღის ბოლოს საღამოს ბიზნეს პარტნიორით უკვე მაია ჭუჭულაშვილი შემოგიერთდებათ. მადლობა ყურადღებისთვის.